გურჯაანის დასუფთავების სამსახურს ქალაქიდან ნარჩენები ყოველდღიურად გააქვს. უწყების ხელმძღვანელის დავით გოგებაშვილის ინფორმაციით, დილის 3-4 საათიდან ქალაქის ყველა დასახლებული უბნიდან რეგულარულად გადის საყოფაცხოვრებო ნარჩენი, ასევე ირეცხება ცენტრალური ქუჩები. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან წყლის ჭავლის სპეცმანქანის შესაძლებად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც ქალაქში ქუჩებისა და გზების დასუფთავების პრობლემას მთლიანად მოხსნის. დაახლოებით 60-მდე ადამიანი ემსახურება კონკრეტულად დასუფთავების სამსახურიდან. საღამოს საათებში ხდება ქუჩების დაგვა. დილით 3-4 საათზე გამოდის სპეცმანქანები, რომელიც დაგვილს იღებს და მე ემსახურება ქალაქის უბნებს, ბუნკერებს ყოველდღიურ რეჟიმში. ყოველდღიურ რეჟიმი არ არის სოფლებში გრაფიკის მიხედვით ხდება ნარჩენების გატანა, ქალაქში ყოველდღიურად. გადარეცხვა ხდება ქუჩების ყოველდღიურ რეჟიმით. იგეგმება სავარაუდოდ ასეთი მანქანის შეძენას და ნაგამზიდებით დაგეგმილია, რომ დავამატოთ უფრო ეფექტური იყოს. მე ნაგამზიდების დამატების შემთხვევაში სოფლებში შეიძლება გრაფიკის შევცვალოთ და კვირაში ორჯერადაც მივიდეს ყველა სოფელში. უფრო მეტად გაუმჯობესებული სერვისი ექნება მიწოდებული მოსახლეობა.